არჩევნებისთვის მზადება შიდა კრიზისის ფონზე უწევს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას ორად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობაში ერთიანობის მიღწევა სულ უფრო რთულდება. ერთობის მანიფესტის მსგავსად შიდა მწვავე განხეთქილება ვერც ლევან ხაბეიშვილის კომპრომისულმა ნაბიჯმა და პოლიცსაბჭოს გაფართოებამ ვერ მოაგვარა. ნიკა მელიას ფლანგი პარტიის მმართველ ორგანოში დასაბრუნებლად საკუთარ პირობებს აყენებს. 20 წევრის დამატების მიუხედავად პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმაცია კვლავ პრობლემად რჩება. ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერების დღის წესრიგიდან არ იხსნება მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც. თავად მელია კი, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა, ამ ეტაპზე თუმს. დაიყო ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. თავად ნაციონალურ მოძრაობაში დავა, ვინ წარმოადგენს უმრავლესობას და ვინ უმცირესობას, ჯერ არ დასრულებულა. როგორ გადანაწილდება ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებულ მხარეებს შორის უმრავლესობისა და უმცირესობის კვოტები იქამდე უნდა გაირკვეს, სანამ პოლიცსაბჭოს 20 ახალ წევრს პარტიის ყრილობაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ. პოლიცსაბჭოს კარი, რომელიც პარტიის ძველი წევრებისთვის გაიღო და 23 ნოემბერს უნდა დახურულიყო, კვლავ ღიარჩება მათთვის, ვინც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის აზრით მმართველი რგოლის გარეთ უსამართლოდ აღმოჩნდა. პარტიის გაერთიანების ხელახალ მცდელობასთან ერთად შემსუბუქდა პოლიცსაბჭოში დაბრუნების წინაპირობაც. თუ აქამდე ერთობის მანიფესტის ხელმოწერა იყო საჭირო, ახლა 11 პუნქტის გაზიარების საჯარო პირობაც საკმარისია. ჩვენ გუშინ დავინახეთ პარტიაში დაბრუნებული, პოლიცსაბჭოში დაბრუნებული ძველი პოლიცსაბჭოს 11 წევრი, ნიკასაც მიუხედავად პარტიიდან გასვლისა და რა თქმა უნდა დანარჩენებსაც ვინც არ გასულა პარტიიდან, ყველას შეუძლია მანიფესტის გაზიარების შემდგომ შემოუერთეს კვლავ პოლიტიკურ საბჭოს. მე თვითონაც არ მომეწონა რაც მოხდა მაშინ, როდესაც ახალმა ყრილობამ აირჩია ახალი პოლიტიკური საბჭო და თქვი რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. ლევან ხაბეიშვილის მიერ შეცდომის გამოსწორების მეორე მცდელობა კვლავ უპასუხო დარჩა ნაციონალური მოძრაობის იმ ნაწილის მხრიდან, რომლებიც პარტიაში ნიკა მელიას მხარდამჭერებად მოიაზრებიან. პარტიის მმართველ ორგანოში დაბრუნების მსურველთა შორის არ აღმოჩნდა არც ნიკა მელია და არც კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი და გიორგი კირთაძე, რომლებმაც პოლიცსაბჭო ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პარტიაში დავით კეზერაშვილის გავლენების არსებობის მოტივით დატოვეს. ნიკა მელიას თანამოაზრეები ერთობის მანიფესტზე მიერთებას დღესაც იმავე მიზეზით გამორიცხავენ და ერთობის წინაპირობად მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან შეცდომების აღიარებას ასახელებენ. ხედავთ ერთი მხრივ საუბარი თითქოს ერთობაზე და გაერთიანებაზე და მეორე მხრივ ხედავთ მეორე ხელით ადამიანების გარიცხვაზე. თუ შეცდომის გამოსწორება უნდა და მათ ამ ღია ეთერის შემდეგ პარტიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და გაავრცელეს ოფიციალურ Facebook გვერდზე, ასევე შეუძლიათ ოფიციალურ Facebook-ზე გაავრცელონ განცხადება, რომ იყო შეცდომა და ნიკა მელია არ არის გარიცხული პარტიიდან, აღიარონ ასევე რომ პოლიცსაბჭოს არჩევნები არ იყო სამართლიანი. დაპირისპირების დასრულებისკენ მიხეილ სააკაშვილის ღიად დატოვებულ მოწოდებას ნიკა მელიას თანამოაზრეებმა ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით უპასუხეს. პარტიის ნაწილი მოქმედი თავმჯდომარისგან პარტიაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს. როგორც პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა, ასევე უნდა ჩატარდეს ღიად პოლიტიკური საბჭოს არჩევნებით. მეც ურჩევდი ლევან ხაბეიშვილს, ნუ ჩამოეკიდება სკამს, ნუ ჩამოეკიდება იმ რაღაც პრივილეგიებს და აიღოს პასუხისმგებლობა იმ უსამართლობაზე, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში გატარდა პარტიაში. ნაციონალური მოძრაობის ის ნაწილი, რომელიც ახალ მენეჯმენტს წარმოადგენს, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. შიდა პარტიული არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და პარტიის ნაწილის მხრიდან თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნას დამაზიანებელს უწოდებს. ჩემთვის ეს თემა ამოწურულია, წარმოუდგენელი და არასერიოზულია ყოველ სამთხვევაში ერთხელ არჩევნებზე საუბარიც კი შიდა პარტიულად, როცა გენერალური გეოპოლიტიკური არჩევნებისთვის არის მოსამზადებელი მთავარი ოპოზიციური ძალა იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ბოლოდროინდელი უთანხმოებების კვალდაკვალ ოპოზიციის ნაწილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ გეგმებს სკეპტიკურად უყურებს და არ გამორიცხავს პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ მომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგოს. ამასთან ოპოზიციაში არ მალავენ, რომ კრიზისი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხელისუფლების სხვა ოპონენტებსაც აზიანებს. ამ პროცესმა არათუ განმოხდა
ვითარება, არამედ კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შეიტანა და გაურკვევლობას, რომ სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს რა თქმა უნდა მთლიანად ოპოზიციას აზიანებს. როდის ყოფილა საქამომდე, რომ ნაცმოძრაობას ენერგიულოს იმაზე ვინმე სხვა ოპოზიციური პარტიის ინტერესებს დააზიანებდა თუ არა. პრობლემა ის რომ საკუთარ ინტერესებს აზიანებენ ამ წუთას და მაგაში ვერ არკვეულან, თორე სხვის ინტერესების დაზიანება ნაციონალური მოძრაობისთვის ელემენტარული ოპერაციაა. სანამ ნაციონალური მოძრაობა პარტიის მმართველი რგოლის ფორმირებაზე მსჯელობს, მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა არა მხოლოდ პარტიის უმცირესობაში დარჩენილი ნაწილი აღმოჩნდეს, არამედ მთლიანად ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო უკვე ისე გაფართოვდა, რომ თვითონ პარტიის საზღვრებსაც კი გაცდა, ანუ პოლიტსაბჭო დღეს უფრო დიდია, ვიდრე თვითონ პარტია რაღაც საფონდო ბირჟასავით ჩამოყალიბდა შიგნით. ზოგადად ამ გვარებზე რო ვისაუბროთ, ხო, ბეჟაშვილსაც, ისკარიშვილს, სადღაც რო სიტყვა ეთქმით, იქ რა უბედურება ხდება, უკვე თავად შეგიძლიათ იმშელოთ. როგორი სინდისისგან და ინტელექტისგან დაცლილიც არის თლიანობაში ნაცმოძრაობა, ესეთი სახეები ყავს, უნებრია მას. ამის ყველაზე კარგი განსახიერება არის ლევან ხაბეიშვილი, თავად გეზერაშვილი, ანუ ინტელექტისგან და სინდისისგან დაცლილი ადამიანები, ამის გაგრძელება ბეჟაშვილი, ამის გაგრძელება სისკარიშვილი. მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ-ერთ სასამართლოს ხტომაზე გაკეთებული მოწოდების საფუძველზე გუშინ პოლიტსაბჭოში ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკა ვაჩეიშვილი, მაიკო ჯავახიშვილი და მერაბ ჯანელიძე დაბრუნდნენ. ვინ შეუერთდება ნაციონალური მოძრაობის ძველი სახეებიდან პარტიის მმართველ რგოლს? ამ კითხვაზე პასუხი პარტიის ყრილობამდე ღიარჩება, ისევე როგორც ღიარჩება თავად ამ ყრილობის ჩანიშვნის თარიღი და ის, როდის და რა შედეგით დასრულდება გავლენებისთვის ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობაში.